დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. და გამრავლდით. გამრავლოს მინდა გამცნოთ გახაროთ რომ მარაო დღეიდან რუსთავი 2-ის კი არა და აი როგორ მაქვს მიჩეული ენა. მარაო რუსთავი 2. ეს მე ამაყება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩვენი წამყვანია და ამიტომ აპატიებს. მას აქვს უკვე მარაო. ხონია გოგოს. ამიტომ შუადღის გოგოებს ვაჩუქეთ მარაო. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, იქიდან მოვყვებით თუ შესაძლებელია. წამყვანები: ნიკა გრიგოლია, სალომე ჭაჭუა, შორენა ბეგაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, თიკო სადუნიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, და მთავარი პროდიუსერი მაია ასათიანი და აქეთ ოთო ფოლადაშვილი. და კრისტინა იმოდარზე. კრისტინა ფაქტია. თმის ფერის მიხედვით რომ დასხედეთ შევატყვე. და დაჯგუფებულები ხართ. ნუ ეს უკვე არის გარანტია იმისა, რომ ამ არხს ეყოლება ძალიან ბევრი მაყურებელი. ძალიან მიხარია რომ მარაოს ასე ვთქვათ რომ უსურვოთ კეთილი ფეხი ამ დღეს დაემთხვა, იმიტომ რომ დღეს რაღაც ქალური სოლიდარობის დღე გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენს გადაცემაში და ძალიან მიხარია რომ აი ამ სახით გამოიხატება. რომელ საათზე დღეს? მოკლედ დღეს ჩვენი დაბადების დღეა. ზუსტად 6 საათზე მარაო დაიბადება და პირველად გაიშლება ეთერში. და რა ვიცი, იმედია კარგი ფეხი გვექნება ჩვენს შუადღეში და თქვენს ჩვენს ცხოვრებაში და როცა 1 წლის შემდეგ ჩვენ აქ მოვალთ პატარა ტორტით და 1 სანთლით ძალიან მინდა რომ ვთქვათ რომ ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული, ყველაზე მაგარი და ყველაზე მოთხოვნადი არხი საქართველოში და გვისურვებთ წარმატება. ისურვებთ წარმატებას, ყველაზე ჭყვიავა არხი რომ იქნება ნამდვილად. მე უკვე ვიცი. მაია, მოდი, მე მინდა პირველ რიგში, იმიტომ ძალიან ბევრი კითხვა ფოტოებს რომ ვდებთ, როგორ ვიპოვო, სად ვიპოვო, პირველ რიგში ეს რო ვთქვა 6 საათზე. ზუსტად ამ წუთებში ნელ-ნელა ჩვენი არხი იწყებს ჩატვირთვას თურქსატზე. შესაბამისად, ძალიან მალე საქართველოში არსებულ ყველა საკაბელო ტელევიზიას ჩვენ ვეყოლებით ბადეში. ანუ დღეს საღამოს 6 საათამდე ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც არის რუსთავი 2 და ყველგან, სადაც დგას ტელევიზორი რუსთავი 2 კომედი არხი და მარა ვიქნებით ერთად, როგორც 1 დედის 2 შვილი. ხო. და დღესთან ძალიან საინტერესო საეთერო დღე გვაქვს. ანუ ყველა სერიალი, ყველა ის საიდუმლო, ყველა ის გემრიელი სურნელი თუ სუნელი დღევანდელ ეთერში იქნება ესე თავმოყრილი თიკო ხსნის სეზონსაც, ეთერსაც, მარაოსაც და ყველაფერსაც. მაშინ თიკო მოგვიყვეს რითი ხსნის? რითი ხსნი და ჩემი ნომერი მარტო გამოდიხართ თანხლები პირები. არა, ძალიან რეიტინგული ქალბატონის თანხლებით გამოდის. ერთი წამყვანი შოუ მაქვს. რა თქმა უნდა, გაპირდა უკვე გადაცემა დაუპატიჟებელი სტუმარი ვარსკვლავურ სახლებზე, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აქამდე მაყურებელს პრინციპში არსად არ უნახავს. მაგსა დაუპატიჟებლად და. იცი, ესე დაუპატიჟებლად ყველასთან არ გამოდის. ჩემთან და დააპროტესტო რეკო. ვცდილობთ რომ იმ დღესვე დავრეკოთ რომ ესე საფუძვლიანად დალაგება ვერ მოასწრონ და რეალურად ის პირობები დაგვხვდეს სადაც ცხოვრობენ და როგორ ცხოვრობენ ვარსკვლავები. სადაც მიხოდი დაგხვდა დაულაგებელი? კი. აი ესე მტვერიც ავიღეს. ვარსკვლავები სახლში ძალიან მნიშვნელოვანია. ვისთან სახლში უყურეთ გადაცემა, შემდეგ გადაცემებში იქნება უკვე ჩავწერე. არ ვიტყვი სახელს და გვარს ჯერ. დაულაგებელში ჩანს ხოლმე ხასიათი ადამიანის. როგორ არის არეულდარული ამ შემთხვევაში ვარსკვლავები დამლაგებლები ყავს და დამლაგებლის ხასიათი. ხო, ეგ არ არის კარგი. კარგი, მე ვიცი რომ ოთოს გადაცემაც გავა დღეს. ოთოს გადაცემაც. რომელსაც ქვია რეიტინგი. დებიუტია დღეს და მინდა ვთქვა, იმიტომ კი არა რომ ეს ჩვენი არხის გადაცემაა, ძალიან მაგარი ტელეწამყვანი დაიბადება დღეს მარაოზე და რატომღაც მგონია რომ რამდენიმე თვეში ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მამაკაცი ტელეწამყვანი და შოუმენი. აი თქვენ ნახავთ რომ მარტო მაგრად კი არ ცეკვავს. ძალიან მაგრად მიყავს გადაცემა. თუთო გააკეთე. ოთო, რეიტინგი რას მოიცავს? რეიტინგი მოიცავს აი ნებისმიერ თემაზე საერთოდ რაც კი არსებობს ათეულებს რა. იქნება აი პირველი გადაცემა მექნება დღეს სასურველი საპატარძლოები.
ჩვენ არ მოხვედრით. არც არა, გამარჯვებული ისო მაროს ერთ-ერთი წამყვანია. მართლა? არა თქვა ეს. არა, არ ვამბობ. ამიტომ უყურეთ, იმიტომ რომ ძალიან კაი ათეულია და იქნება გადასარევი. ცოტა სკანდალურიც იქნება ჩვენი ათეული, მაგალითად თქვა გამოვალეთ ვის აქვს ყველაზე ლამაზი ფეხები ქართულ ტელესივრცეში. არა მარტო ფეხები, კიდე სხვა ფორმებით შეიძლება. ანუ ყველაზე სასურველი ნებისმიერ თემას. ქართულ რეალობაში შენ იქნები სასურველი საპატარძლო ხარ. ნიკა, გაიხსნა მარაო. ერთი არა მედავ. შენ ასაგებ. შარში რატო ხარ? შარში, ერთგვარ შარში ვარ. ესე ქვია გადაცემას. არა, გადაცემას ქვია ერთგულების ტესტი და ერთგულებას შარი ხო ძირითადად შემთხვევაში მოყვება. თამდევია თითქმის. თითქმის ასე ახლა. მე მაქვს გადაცემა ერთგულების ტესტი, ძალიან სახალისო. ძალიან აზარტული და ნუ ახლა ინტრიგა და ესეთ სიტყვებს მაინც და მაინც დიდად არ ვიხმარ, მაგრამ ფაქტია რომ იქნება რა მე ვამოწმებ ცნობილ ქრებს ან ცნობილების ნაკლებად ცნობილ ქრებს ერთგულებაზე. ტესტს უტარებ მათ და ვნახულობ რამდენად ერთგული არიან. ესა თუ ის ქმარი. ანუ რეალითი არის ხო? ანუ თუ ქმარზე რამე ამბავი ეგრევე ზარი ჩემთან და დანარჩენ მე დაგარწმუნებ ყველაფერში. არტო ქმარს უტარებ. ფართომცნება არის და ერთგულება სექსში იგულისხმება ამ შემთხვევაში. ჩვენთან მოდი ასე გეკითხები რა. არ გეშინი არა შეგიძლია ჩვენ არ გვექნება მაინც და მაინც სცენები სადაც ეს სიტყვა აქამდე არ მივდივარ. აქამდე არ მივდივარ. მაგრამ აი ადამიანი ესე იგი რამდენად ერთგულია ასე ვთქვათ რა ხან თქვენ არის ერთგულება სამშობლოს ერთგულებაც ხო? ან ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ აყავს მე სულ ამბობ, ეს არის კლასიკური მაგალითი. ღალატის. მაგრამ ერთგულება ესე იგი სიყვარულშიც შეიძლება სხვა იყოს და სექსშიც, ვითომ? ხო ეს თქვენ გინდა თქვენ ასე გინდა კაცებს ხო? არა, მე შენ თუ მაინც და მაინც შენ, ჩემით ყველა კაც ნუ განსჯი. მაინც მინდა გითხრა რომ იყო ფრთხილად ამ გადაცემაში, იმიტომ რომ არ გამოიწვია აგრესია ისედაც მომძლავრებული ჩვენს ქვეყანაში. მამაკაცების აგრესია. ხო არის საერთოდ ყველას აქვს ინტერესი. პირველ რიგში თავისი მამაკაცი არის თუ არა ერთგული და ასევე მამაკაცებსაც ხო აქვს ხოლმე. და მამაკაცმა რომ მოგმართოს თავის ცოლის ერთგულებაზე შესაძლოა. მამაკაცებო, მოკლედ თუ ხართ ასეთები, რომ ცოლებზე რა პრობლემაა, მომმართეთ აუცილებლად და შევამოწმებთ თქვენს ცოლებს რამდენად ერთგულები კერძო დეტექტივის რაღაც თემა. შარში ვარ მეთქი რა. მე მგონია რომ მოკლედ პირველი 3-4 გადაცემა ჩვენ უკვე ჩაწერილი გვაქვს, ძალიან საინტერესოა, ნახავთ ცნობილ ქრებს და მე ზოგმა ვერ გაიარათ. ხო, არ დავასახებ. ყველა ვერ გაიარა, სხვათა შორის რა, ეხლა აი ვინც ვერ ანუ ოჯახს დაანგრევ ნიკა. არა, აი ზუსტად რო აღიხსნათ. ესე იგი ჩვენ მივდივართ აი მაიკოს სწორად თქვა, აი მივდივართ აი პიკამდე, აი ბოლო მომენტამდე, რომ აი გაექცა თვალი ეხლა თუ არ შევედით ხვანამეც გაიქცევა და ამ დროს შევდივართ. მაშინ ერთი წუთი დამაინტერესა ძალიან დიდი ბოდიში. თქვა მამაკაცი აი ხედავთ რა საინტერესოა. მაგალითად ჩემი მეუღლე. დიახ. რომლისაც ჯერა. მე ძალიან მიყვარს როცა ის აღნიშნავს და თვალი გაექცევა კი არა პირდაპირ შეხედავს ერთ-ერთ აი აქ ჩვენიერ ქალებს და იტყვის აი რა ლამაზი ქალია რა კარგი და კომპლიმენტებს თვალი ხო ბაია თვალი ხო ეს ხალხი არ არის მე და ჩემი ცოლიც ასე ვარ გაგვირვის ხოლმე ლამაზი ხალებისკენ თვალი ლამაზი რაღაცეებისკენ ზოგადად თუნდაც მამაკაცი რომ აღნიშნავ რომ რა ლამაზი მამაკაცია და მაგრამ აი ჩვენ უყურებთ გვერდით ოთახში მეუღლესთან ერთად თან მეუღლესთან ერთად გეგმავთ ამ გადაღებას ქმარებს არ დავსდევთ ცოლების ნებართვის გარეშე და მართლა ოჯახებს კი არ ვანგრევთ მეუღლე მოგმართავს და მასთან ერთად ამ ქმარს მოკლედ უსაფრდებით გვერდით ოთახში კამერით უყურებთ ანუ ხო თქვით თქვენ შემთხვევა თვალი გაიქცა და ჩვენ ვიცინით და ცოტათი ვიძაბებით ოი ეხლა რა შეა საქმე და მე მივდივართ უკვე სხვა რამის გაქცევამდე ქალები თქვენი მოძალადეები ხო არ არის ხა ძალად ხო არ იმას შვებია არა ძალიან მაგარი გოგოები ყავს მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ნიკას გადაცემის მიმართ კარგი ხა ზუსტად ხედავდით კადრებს სადაც ჩანდა ცეკვა სალომე უნდა გვასწავლოთ ცეკვა ხო მარავს ეთერი დაან ასე ვთქვათ დიახ მარტო მე არა მე და გიორგი ვერთ ხო შენ და გიორგი შეუძლებელია ალბათ ისე ავითვისოთ ყველამ როგორც შენ და გიორგი მაგრამ რა იქნება კონკრეტულად ეს არ იქნება ისეთი აი ძალიან სერიოზული რაღაცა ცეკვები დავდგეთ ვასწავლოთ უფრო რაღაც სახალისო იქნება თან მარტო სამეცნიერო ცეკვებს არ ვასწავლით იქნება იმ იყო მაგალითად მუცლის ცეკვაც იყო და ამასთან დაკავშირებით ყავს მოწყობილი კიდე პროფესიონალი ამ ცეკვების. ერთად სწავლობთ რაღაცა სახალისო კარგი გადაცემა გამო. გეთანხმები. არანაკლებ დამაინტრიგებელი იქნება მე მგონი შორენას გადაცემაც, ხო? შორენა. კი, ყველაზე რთული. თქვი ორი. რა გინდა ახლა სხვის
სახლებში მითხარი. სადადი ხარ შენ? სახლებში არა, სხვის მეუღლეებთან რა მინდა? ხო, ნუ ვისაც თითო კვირით გათხოვება. თითო კვირით კი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, ძალიან რთული გადაცემა, მე არ მეგონა თუ ესეთი რთული იქნებოდა, მაგრამ უკვე წამოვიდა რეგიონიდან მომწერა ქალბატონმა, რომ ჩემი შვილი ისეთი კარგიაო, იქნებ გეფიქრა, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მარტო ცნობილ ადამიანებს ვირჩევთ, შეუძლიათ მეუღლეებს დაესწრონ გადაღებას, რომ შვიდათ იყვნენ. ერთი კვირით ვარ ერთი ცნობილი მამაკაცის მეუღლე. და ნახავთ როგორი მეუღლეა ის სინამდვილეში. ანუ შეიძლება ჩვენ სულ სხვანაირი გონია, როცა ვიცნობთ ვიღაც ადამიანს, ცნობილ ადამიანს და ამ დროს ოჯახში არის სულ სხვანაირი. მოძალადე თუ ცოტა სხვანაირი. მართლა? ერთგვარად სოციალური პროექტია, იმიტომ რომ კარალეთში იმდენი იმუშავა, შორენა მე რამდენიმე დღე რეაბილიტაცია გაჭირდა მართლა. კი, იმიტომ რომ სიცხე მქონდა, გავცივდი, ანუ რეალურად ხო ძალიან რთულია სოფელში ცხოვრება და სოფელში მუშაობა, თან როცა მიშვეული არ ხარ და რა ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს იმდენ საინტერესოა, რომ მე მგონი მაყურებელიც ძალიან დიდი ინტერესით უყურებს. სიმართლე გითხრა, ქალაქში უფრო დიდი სიამოვნებით გავწყვეტები. ესე იგი, ვილაპარაკეთ სახლებზე, სხვების სახლებზე, სხვების ქმრებზე, სხვების ღალატზე და სხვების გარდაერობზე არ გვისაუბრია. სხვების გარდაერობზე არ გვისაუბრია. და შენც ასე კონკრეტულად თითოეულ ნიც როგორ რა სიტყვა ითქმის? მოკლედ. აიღებ და განიხილა? ყოველ შაბათს საღამოს მე მივდივარ ცნობილი ქართველების პირდაპირ გარდერობში, სახლი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ თიკოს არ შევუშალო ხელი, ეს მისი სფეროა. მე გარდერობს არ ვიხდები. ხო, ესეთი გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები. და ვცდილობ გავქექო გარდერობი იქამდე, სადამდეც მიმიშვებს მისი მფლობელი, პატრონი. შეიძლებოდა რომ გამეჩერებინე, ხო? შეიძლებოდა რომ გაგეჩერებინე, მაგრამ შენ ჭკუავე. არა, მე რაღაც შეიძლება ერთი შეხედვით არ მაყურებელს ეგონოს რომ არ არის ესეთი საინტერესო, მაგრამ მერწმუნეთ იქ იმდენი საინტერესო ნივთია, რომელიც მფლობელის ხასიათს ამჟღავნებს. და ჩემი გარდირობის მე რა აზრის დარჩი ჩემ ხაზია. მე დარჩი. ბრილიანტი უნდა იყოს რომ ფლანგველი ვარ ხო? ექსტაბიჭილება დაქვს ჩემს. მე ვფიქრობ ყველა ნამდვილი ქალი უნდა იყოს ფლანგველი, თუ უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს. თუ არის ამის საშუალება და ძალიან მინდა რომ ყველა ქალს ჰქონდეს ამის საშუალება. კიდევ რა მოვიოხრათ. თუ არის ამის საშუალება და ძალიან მინდა რომ ყველა ქალს ჰქონდეს მართლა გულწრფელად ამის საშუალება. კიდევ რა ხდება? ვქეკავ ნივთებს, ვქეკავ აქსესუარებს, ვქეკავ რას ვქეკავ? კიდევ ფეხსაც ვესწრებ. ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო გამოვიდა. კიდე იქ ზოგს თავისი საიდუმლოებს როგორ გამოიყურებოდეს კარგად, რაც ნუკის შემთხვევაში ფანტასტიკური რჩევები მოგცა ნუკიმ და დარწმუნებული ვარ, ხო მეც ერთხელ უკვე გამოვიყენე მის რჩევა, გულწრფელად ვამბობ და დარწმუნებული ვარ, ქალაქში ცოტა ხანში სკოჩის დეფიციტი იქნება. ეს თუ რატო? ამას თქვენ ნახავთ ძალიან მალე 4 შაბათს საღამოს ეთერში. აქ არა. არა. ჩვენ ამას ნახავთ შემდეგ 4 შაბათს საღამოს დაელოდეთ. მოკლედ ნიკა დაანგრევს ოჯახებს, მე სალომე აცეკვებს, მე ვიცხოვრობ იმასთან ერთი კვირა და ნინა გაუქეკავს გარდირობს და მე წავა პროფილში მოსაყოლად. არა, მოიცადე. ჩემი გადაცემა, სხვათა შორის თქვენ კოლეგასთან ერთად, თიკა ფაცაციასთან ერთად, ასე ზალიკო ბერგერთან, ჩემი გადაცემა ძალიან მიამაყება, იმიტომ რომ ალბათ ერთადერთი გადაცემა, სადაც არც ერთი ცნობილი ადამიანი არ იქნება. ეს იქნება გადაცემა ჩვეულებრივი ხალხისთვის, თქვენთვის და ეს თემა, რომელიც თქვენ დღეს გაქვთ გადაცემაში, ასე ვთქვათ, ქალბატონების უფლებები, ქალების უფლებები, ძალიან აქტუალური იქნება ჩემს გადაცემაში და ვფიქრობ, რომ რაღაც ერთგვარი პროპაგანდა იქნება იმისი, რომ ქალებს ცოტა მივცეთ უფრო მეტი თავისუფლება, სწორედ ვამბობ, უფრო მეტად გავამხნეოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენ უკვე ყავს, ბევრი ქალბატონი, რომელიც იქნება ჩვენს გადაცემაში. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ არ გავდივართ. ირწმუნონ თავისი თავი. ირწმუნონ. გადაცემა არის შეიცვალე.
თუმცა არა მარტო გარეგნულად, მაგრამ ვფიქრობ რაღაც გარკვეული ნაწილი საზოგადოების დაელოდება როგორ შეიძლება ეს გარეგნულად რას ჩავაცმევთ როგორ თუმცა არა მარტო გარეგნულად, აი ვფიქრობ ეს არის ის მომენტი, რაც განასხვავებს ამ გადაცემას აქამდე არსებულ მსგავსი ტიპის გადაცემებამდე. ის არის რომ ის შეიცვლება შინაგანათაც. ყველა ის ქალბატონი, რომელიც ჩვენს გადაცემაშია, ძალიან საინტერესო ისტორიის მატარებელია. ფანტასტიკური. ეს არ იფიქროთ, რომ მაინდა-მაინც ქმარის ცემდა ან რა. შეიძლება ის სულ სხვადასხვანაირი ისტორიებია, მაგრამ ძალიან საინტერესო და შესაძლებელია, რომ თითოეულმა მაყურებელმა ამოიცნოს თავისი თავი და ბევრი კარგი რჩევა მიიღოს. ერთი რამე მინდა კითხო, ვინაიდან ეს ბოლო დროს გახშირებულმა ფაქტებმა მოიცვა, ხო, საზოგადოება და ვინაიდან ეს არის არხი ქალებისთვის. შენ როგორ ფიქრობ, რას შეცვლის ამ კუთხით? ეს არხი ქალების უფლებების თუ ცნობიერების კუთხით ზოგადად. თუ კაცებს უფრო გააღიზიანებს. ამ საკითხზე ძალიან ბევრი მიფიქრია სიმართლე გითხრათ და წელს იყო პირველი სეზონი რომელიც რადიკალურად მძიმე თემით გავხსენით სწორედ იმიტომ რომ ალბათ მოვიდა დრო გართობის მიღმა ძალიან სერიოზულ საკითხებზეც ვისაუბროთ და შესაბამისად პირველი პროფილი სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა და ამიტომ მგონია რომ ახლა მხოლოდ გართობაზე ფიქრი არის ზედმეტი ფუფუნება მე და ჩემმა თაობამ და ჩემმა კოლეგებმა ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ საკუთარი უფლებებისთვის და რატომღაც რომ საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ქალი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა თუ ფიზიკური, არა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ყველას ეს გავლილი გვაქვს, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ დღეს ყოფილიყავით ისეთები, როგორებიც ვართ. ამიტომ მე დღეს მინდა მოვუწოდო არა მამაკაცებს, რომლებიც ძალადობენ, არამედ იმ ქალბატონებს, რომლებიც ზრდიან მოძალადებს, იმ ქალბატონებს, რომლებსაც ძულთ, ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული აი ასეთი ქალები, იმ ქალბატონებს, რომლებიც ჩვენზე წერენ, რომ ჩვენ ვართ ცუდები, ჩვენზე წერენ, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა ვიცოცხლოთ, არ უნდა ვიმუშაოთ და ვიყოთ მამაკაცების მორჩილები. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ წარმოუდგენელია ჩემი საქმის გარეშეც და წარმოუდგენელია, მოდი ვიტყვი, მამაკაცის გარეშეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ვიყო მონა და ვიყო მხოლოდ სამზარეულოში, ამიტომ მე მოვუწოდებ მოძალადეების დედებს, ნუ უწყობენ ხელს ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობას ეს ერთი და მინდა პატარა ვაჟების დედებს უთხრა რომ ნუ გაზრდიან ტირანებს საკუთარ ოჯახებში ნუ ასწავლიან რომ მამაკაცია ოჯახში მთავარი რომ მისი სიტყვა ყოველთვის კანონია რომ მას ცოლმა ფეხი უნდა დაბანოს და ცოლის ადგილი სამზარეულოშია და კაცებს მინდა უთხრა როცა მანდილოსნების ადღეგრძელოს სვამთ და ეძახით მეუღლის ქალო გამოდი სამზარეულოდან და მოусმინე ჩემს მაკაცებს როგორ ამბობენ შენ სადღეგრძელოს ხო ქალის სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელო არ არის ჩვენ ეს საზოგადოება ვართ მოძალადე საზოგადოება ვართ თუმცა მგონია რომ ჯერ ხალხი ვართ ჯერ არ ვართ საზოგადოება პირველი არ გვესროლოთ ტალახი იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპები ჩვენც გქონდა ასეთი მომენტები ცხოვრებაში უკვე დიდი ხანია ხო და ქალებს მინდა უთხრა რომ ნუ შეგეშინდებათ რაც უფრო მეტნი ვიქნებით ხო ნაკლებად აგვამარცხებენ და დღეს მარაოს დაბადების დღეა მე დაახლოებით მივხვდი შენ რატომ აჩუქა ესეთი მარა რომელიც არ იკეცება მინდა გისურვოთ რომ არ დაიკეცოთ არას ეს არ გაუმარჯოს ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა 6 საათից მალე მოვა ოღონდ ჯერ ჩვენ ვართ ეთერში ბოლო ბლოკი ქრისტინე შემოგვიერთება ქრისტინე შემოგვიერთებათ ვარჯიში აუ მაი